ერთი პირველი იყავ, ვინც შემოიტანას, ასე ვთქვათ, თბილისში აი სტეიკის თემა. რაზე უნდა ოცნებობდეს მზარეული? გახდეს ხელოსანი თუ გახდეს ხელოვანი? ვინც შემოდის ახლა ამ პროფესიაში, კარგად უნდა გაიაზროს სირთულეები, ხო? უკან არასოდეს არ უნდა გაიხედო. არასოდეს. შეფ, როგორი არის მასტერშეფში ჟიური რო ხარ? მალე მაგ თემასაც შევეხოთ. აი ვარდები მახეში აი ამ ცხოვრების რითმის. ეს არის პამუას პოდკასტი და დღეს სტუმრად გვყავს შეფ მანუელ ფაუნდეს ბარანდა. ჩემი მეგობარი, ჩემი მასწავლებელი, ჩემი არ ვიცი, ყველაფერი. მამაც კოლეგას და ყველაფერი და დიდი მადლობა რომ გამოყავით რომ მადლობა შენ პატარო მომიწვი ამ გადაცემაში. ძალიან მიხარია. მიხარია. ახალ ამპლუაში გხედავ. მეც მიხარია ძალიან. როგორ ხარ პირველ რიგში, როგორ მიდის საქმე? კი ვიცი როგორ ხარ. კახურად მიგიპასუხო? კახურად მიპასუხე. ოკამ. კარგად, ფისხალობით კარგად, მადლობა. მიხარია მანო. კაი, მოდი პირდაპირ ისეთ კითხვებზე გადავალ, რომელიც ხალხს აინტერესებს, ბევრ ადამიანს აინტერესებს. მე შეიძლება ვიცოდე რაღაცები, მაგრამ მაინც დავსვავ ისეთ კითხვებს, რომელიც შეიძლება ხალხს აინტერესებდეს. შენ დაიბადე მანუ თბილისში. კი ბატონო. ბევრს გონია რომ ქართული არ იცი საერთოდ. გონია პრაქტიკა. საკმაოდ ხშირია. მათ შორის ახლა მარიამაც გითხრა რომ შემოხვედი რომ გამიკვირდა ესე კარგად რომ საუბრობო ქართულათო და როგორ მოხვდი საქართველოში საერთოდ? საქართველოში დავიბადე. საქართველოში დაიბადე. ჩემ მშობლები ჩამოვიდნენ ანუ მათი ასე ვთქვათ ჩამოსვლის ძირითადი მიზეზი იყო სამოქალაქო ომი ესპანეთში. მამა ჩემი ომობდა მათ რესპუბლიკელების რიგებში და დედა ჩემი ჩამოვიდა იყო პატარა ამ პერიოდში ესპანეთიდან გამოაგზავნეს 3500 ბავშვი ზოგადად მთელ ესპანეთიდან და ძირითადად იყვნენ ბასკეთიდან. მე ნამყოფი ორი მადგილა საიდანაც ეს გემი ასე ვთქვათ გავიდა სანტოსეში. ეხლა იქ დგას პატარა ძეგლი, ბიჭი და გოგო, ხელში ჩაჭიდებულები, რომელიც უყურებენ ზღვას. ანუ ეს უდიდესი ტრაგედია იყო, იმიტომ როგორც წესი მშობლები დატოვეს და ახლობლები დატოვეს. დედა ჩემი ჩამოვიდა 4 დედმამიშვილთან ერთად. ეს იყო 4 იყვნენ უпроსწორად. 2 და და 1 ძმა. უმცროსი 1 ძმა ბებიამ დაიტოვა იქ ბილბაოში ესპანეთში. რატო ჩამოვიდნენ, ნუ იქ რამოდენიმე ვერსია, რა თქმა უნდა, არიდეს ბავშვები ომს. იმიტომ რომ უკვე ფალანგისტები ბილბაოს სიახლოვეს იმყოფებოდნენ და არიდეს ომს ბავშვები. ნუ მიზეზი მარტივია კი იყო იქ ვერსია, რომ თითქოს ესპანეთის ასე ვთქვათ გენოფონდის შენარჩუნება. ეს ყველაფერი მაინც მიმაჩნია, რომ ისეთია მაინც საფუძველს მოკლებული ვერსიები. მაგრამ ძირითადი მიზეზი ეს იყო ეს. აქ ჩამოვიდნენ საბჭოთა კავშირში, დედა ჩემი ძალიან კარგად იხსენებს იმ პერიოდს, იმიტომ მართლა კარგ პირობებში იყვნენ ყირიმში, მშვენიერ ასე ვთქვათ ბანაკებში, თან ყავდა ჩამოყვანილი პედაგოგებიც. ამიტომ არ დაავიწყდათ ესპანური ენა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ სასწავლო კლასებში სწავლობდნენ ესპანურ ენას. და მე დაიწყო ომი და დაიწყო უბედურება და მამა ჩემი ცოტა გვიან ჩამოვიდა, სამჯერ იყო დაჭერილი. ჩამოვიდა, მე აქ მოუწია 11 წელი. ცოტა შორეულ ადგილებში ყოფნა. და მე უკვე ეს ძალიან საინტერესო ისტორია, რომელიც მოყოლილი მაქვს, რატო ჩამოვიდა მამა ჩემი საქართველოში. იმ ბანაკში, სადაც იმყოფებოდა, იყვნენ ჯამში 6 ესპანელი.
ну რა თქმა უნდა ძალიან დამეგობრდნენ და ყავდათ ერთ-ერთი რეჟიმის ოფიცერი, ანუ დაცვის ქართველი. მამაჩემ სახელი არ ახსოვს. მაგრამ ძალიან კარგად ახსოვს, რომ ის ქართველი ღებულობდა ამანათებს საქართველოსდან გაგანია ზამთარში და მამაჩემი იყო იქ ცოტა ჩრდილოეთისკენ. სადაც სვარციოდა ზამთარში, მინდა გითხრა, თუ არ ჩავთვლით, რომ 45 გრადუსი მინუსი სიცივე არ არის. და ნუ ეხლა წარმოიდგინე ესპანელების რეაქცია და ხო ის ქართველი ასე ვთქვათ უთვლიდა ამ ესპანელებს აი ამ ციტრუსებს რა ანებივრებდა როცა ღებულობდა ამანაც და ესპანელებისთვის ეს იყო შოკი ხა წარმოიდგინე ამ კლიმატში ამ ზამთარში ამ უბედურებაში რომ ხელში დაიკავებ ვთქვათ მანდარინს ამ პორტუგალს ნუ ესე რაღაც რაღაც სასწაულით რო განთავისუფლეს რეაბილიტაცია მისცეს ექვსიმა არც იფიქრა სად უნდა წასულიყო არც უფიქრიათ სად მივდივართ ხა ესპანეთში ვერ ბრუნდებოდნენ გასაგები მიზეზების გამო იმიტომ რომ ეგრევე ან დახრედნენ ან ციხეში ამოყოფდნენ თავს ამიტომ ყველანი ჩამოვიდა აქ საქართველოში. მადლობა. აი გაიცნო მამაჩემო, დედაჩემი და აი ამ გაუგებრობის შედეგი გესაუბრება ახლა შენ დღეს. მადლობა ამ გაუგებრობას პირადად ჩემგან და ხუმრობით რა თქმა უნდა. აი დედა ახსენე მანუელ, მე დედაშიც არ ვიცნობ. და ესპანეთში ცხოვრობს. ერთი ვერ მოვახერხე რომ გავიცნო და როგორ არის დედა და რამდენი წლისაა, ვიცი რომ ასაკშია საკუთარ. არაჩვეულებრივად ძალიან კარგად, უკვე მესამე წელია ყოველ დაბადების დღეზე ჩავდივარ. კი. იმიტომ მივხვდი ერთ რამეს, რომ ძალიან ბევრი დრო გვაქვს დაკარგული. ანუ ურთიერთობას გულისხმობ. დედაჩემი დაბრუნდა 93 წელს მამაჩემთან ერთად. ესპანეთში არაჩვეულებრივი რესოციალიზაციის და რეინტეგრაციის პროგრამა ქონდა ბასკეთის მთავრობას, არაჩვეულებრივი ბინა, დახმარება და ასე შემდეგ. და დაბრუნდნენ 93 წელს. იმის მერე იქ ცხოვრობდა მამაჩემი ერთი 10 წელი რას გარდაიცვალა და დედაჩემი ახლა არის 99 წლის შეუსრულდა 31 იანვარს მე გახდით დაბადების დღეზე და 2 წლის წინ უბრალოდ გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა სიურპრიზი. არ გავავთხილე ჩა. ხო ეს მახსოვს კი. და ვიდეოზეს გადავიღე და ახლა მე დიდი მოყვარულია. დიდი გამოხმაურება ქონდა მაგ ვიდეოს. და ნუ მივხვდი რომ არა სიურპრიზები ამასაკში არა. და შვენივრად კარგად დამოუკიდებელი საღიგონება, კარგი მოტორიკა, ნორმალური ფიზიკური, ნუ რაც შეეფერება ამასაკს. მაგრამ ღვთისმსახურებით არის ძალიან კარგად. ძალიან კაი. რამ გიბიძგა საქართველოში დარჩენა მანუ? ეს კაი სიტყვა გიბიძგა, იმიტომ რომ ზოგიერთი მეკითხა რამ გაიძულა. არა, ხო. არანაირი იძულება აბსოლუტურად. იმიტომ რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც მე მიყვარს, ჩემი სამშობლოა რეალურად. თავის შვილებით, ასე ვთქვათ, მეგობრებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. და ზოგადად შენ კარგად ვიცნობ. მე ცოტა მიჭირს, მარტივად რო გითხრა, ცოტა შეიძლება ცუდი შედარება შენგან განსხვავებით, მანქანის გამოცვლა. ხო. ჩემგან განსხვავებით კარგად არის. ძალიან მიჭირს. მე შეიძლება თუ ეს ერთხელ ახალი ვიყიდო. სამშობლოსთან მიმართებაში პოზის გიხდით, შეიძლება ცუდად ჟღერდეს, მაგრამ არა. არა, რატო არა? იმიტომ რომ არა, ბევრი ფაქტორია, მათ შორის ხა მაშინ 93 წელს იმას ჩემი ძმა წავიდა. ოჯახთან ერთად, შვილებთან ერთად, მე ვერა, იმიტომ რომ ძალიან ვიყავი ჩართული ამბებში აქ. აი ძალიან და ეს ჰუმანიტარული ორგანიზაცია, ექიმების საზღვრების გარეშე, ჟურნალისტის პროფესია მქონდა. ხო, აფხაზეთი, არა, მაშინ ვიყავი როგორც
საქველმოქმედო ორგანიზაცია იყო იქიმების საზღვრების გარეშე. ესპანურად Médicos Sin Fronteras. მე სვანეთშიც ვიყავით ძალიან აქტიურად. მაგის მერე იყო ჟურნალისტის. მე იყო რაღაც პერიოდი ჟურნალისტიკის და მე ეს გაუგებრობა რაზეც ხო, აი მთავარი ხა ყველაზე მეტად ხო, რატომ ზარეული როგორ აღმოჩნდი ამ სფეროში და რამ გადაგაწყვეტინა შემოსვლა და მე დარჩენა. იცი რა, ხა სულ ყოველთვის ასე ვთქვათ მიზიდავდა კულინარია, ეს სულ ყოველთვის. ძალიან მიყვარდა მომზადება, როგორც იციან ხოლმე, ხო იცი რა, ახლობლები, მეგობრები იძახიან რომ კაი ხელი გაქვს და ასე შემდეგ და ესე, მაგრამ ამის გარდა მქონდა სულ ყოველთვის ინტერესი აი ამ კულინარიაში ცოდნის გაღრმავების, ახალი კერძების მომზადების და რეალურად აი ამ სფეროში შემოვედი ტელევიზიის ასე ვთქვათ მეშვეობით და ტელევიზიაშიც მოხდეს სრულიად შემთხვევით ჩემი ახლო მეგობრის დაბადების დღე იყო და მითხრა მოდი რაღაც ცოტა ისეთი გავაკეთო თუ რა განსხვავებული ეს პირველი იყო მაშინ არ იყო ესეთი რაღაცები თქვენ დაიწყეთ ეგ ხო და გავაკეთე რა და ამ დაბადების დღეზე იყო ერთი ქალბატონი რომელიც ასწავლიდა მეტყველებას პირველ რიგზე ხათუნა და მიიწვიეს მეცხრე არხში პარალელურად იქაც ხათუნა მითხარმა როცა ასე ვთქვათ მორჩა ჩვენი ნადიმი მითხა რომ ეძებენო წამყვანს კულინარული რუბრიკისთვის რა თანახმახა რომ მეთქვა რა ვიცი გავკადნიერდი და დავთანხმდი მივედი რაღაც კასტინგი ჩამიტარეს იმიტომ რომ იყო პირდაპირ ეთერი და პირდაპირ ეთერში ძალიან რთულია ანუ არ მონტაჟდებოდა პირდაპირ ეს იყო დილის გადაცემა გადიოდა იწყებოდა ეთერი თუ არ ვცდები 8 საათზე სადღაც ეგრე და 10 საათი 2 საათი 2 საათნახევარი გრძელდებოდა და ქრონომეტრაჟი სამი ქონდა სამი ჩარტვა იყო და თან ესეთი რა 10 წუთიანი მაქსიმუმ იყო 15 წუთიანი. ჩამში ალბათ იქნებოდა ერთი 40 წუთი ალბათ. არც კი. ალბათ უფრო ნახევარი საათი. ანუ მაქედან დაიწყო კულინარია. დავიწყე მათ და ნუ ხა საკმაოდ პოპულარული იყო ეს გადაცემა ზოგადად და ეს ასე ვთქვათ რუბრიკა კერძოდ. ძალიან ბევრი მაყურებელი ყავდა მე მახსოვს ყავდა ხო და პირდაპირ ეთერი იყო როგორც გითხარი თან მაყურებლები რეკავდნენ პირდაპირ ეთერში რეკავდნენ და რაღაც კითხვებს სვავდნენ და მყავდა ერთი ასე და ერთგული ესეთი მაყურებელი ქალბატონი რომელიც იყო ლოგინად ჩავარდნილი და ნუ ახლა წარმოიდგინე ესეთ ქალბატონისთვის ყოველი დილა იყო ნუგეში ასე ხო აი ნუგეში და სულ ყოველთვის რეკავდა და მომიკითხავდა აბა როგორ ახარ შვილო და რაღაც და ეს ტელევიზია რო დაიხურა მახსოვს დარეკა იმ ქალბატონმა და ცოტა ისეთი სენტიმენტალური თემა იყო რა ჩვენი საუბარიც და მე მივედი ვნახე ეს ქალბატონი და ასე შემოკლედ ტელევიზია დაიწყო ეს ყველაფერი მე ტელევიზია იცი შენ ხა ტელევიზიას რა ძალა აქვს ხო მე რაღაც ერთმა ახლობელმა დაამერიკა მოდი რაღაც მე რესტორანში მენიუმი სად იყო მაშინ ან ფაინ დაინინგი ან სტეიქჰაუსის ისტორია ხავით არა სტეიქჰაუსი მე გაიხსნა მანამდე რამდენი რესტორანი იყო სადაც ვთქვათ მენიუ და რამდენი კერძი შევიტანე მენიუ გავაკეთე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ სტეიქჰაუსი იყო მე დიდი მადლობა არაფერს აი რესტორნის გახსნასთან დაკავშირებით რა და ზოგადად ბევრი სირთულე არის კულინარიაში შეფის ცხოვრებიდან გამომდინარე აი ამ თემებს რო შევეხოთ რა არის დადებითი და ვთქვათ უარყოფითი მხარე
შეფის ცხოვრებაში. აი ესეთი კითხვა რომ დავს. ესე ამაზე შევთავაზე კულინარიას უარყოფითი მხარეები არა. ხო, თვითონ კულინარიას საქმიანობას. ხო, საქმიანობას. ნუ ეხლა შენ არ გესწავლება რესტორნის გახსნა რა სირთულეებთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა იყოს კარგად გათვლილი, ეს არის კონცეფცია, ადგილი, ასე თქვა თვითონ მენიუ შეფუთვა, პერსონალის დახელოვნება, მომზადება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა მხოლოდ დიდ სირთულეებთან, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ზოგადად. მართლა ძალიან დიდ ხარჯებთან. მინდა გითხრა რომ პანდემიამ ცოტა ამ კუთხით რაღაცა გვიშველა რომ ეს ფორმატი ხო, რასაც ქვია dark kitchen, ანუ აი deliveries ხო, ამან ცოტა შეამსუბუქა, იმიტომ რომ dark kitchen-ის გახსნა ბევრად მარტივია. ხო, ბევრად, მით უმეტეს ყველაზე პოპულარული ხა აზიურია და თუ აზიურს ხსნი ეგ დანადგარების კუთხით, ასე თქვა დანახარჯი არის მცირე, ძალიან მცირე. არ ვიცი, ინტერიერი, დიზაინი, მენეჯმენტი, მოკლედ ძალიან ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, ძალიან ბევრ. მით უმეტეს თუ თქვათ შენ ხსნი რესტორანს ან შედიხარ რამე აი რებრენდინგის შემთხვევაში შენ გუნდთან ერთად ეს უფრო მარტივია. იმიტომ რომ იმ გუნდთან უკვე ასე ვთქვათ ნამუშევარი ხარ და იცი რა თითოეული ნიუანსი რითი სუნთქავს, ბევრი ლაპარაკი ახსნა გამარტება არ გჭირდება, კვალიფიკაციაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თორე ისე ძალიან რთულია, არ გესწავლები. და შეფ, ამხელა გამოცდილება გაქვს და არ გიფიქრია რომ დგედა ჩემი რესტორანი გავხსნა პირადი. მანი? არა, მე არასოდეს არ მქონია საკმარისი რესურსი, ფინანსური, სამყაროს თანხა იმისთვის რომ დამოუკიდებლად გამეხსნა. ეხლა რაც ეხება თანამეწილეებთან რესტორნის გახსნას, იმას აქვს თავის პრობლემა. რომელიც რა პრობლემა აქვს? შევეხოთ, მსმენელისთვის საინტერესო იქნება. იმიტომ რომ ერთი ალთას, მეორე ბალთას. 4 თქვა თანამოწილეა, 4 განსხვავებული აზრია. ეხლა იშვიათია, როცა არიან თანამოაზრეები ყველანი. აი ძალიან იშვიათია. და ხშირად რა შვებიან? იცი ჭრიან ტოტს, რომელზედაც 4-ვე ზის. თან ისე გააფთრებულად ჭრიან. ეგეთ შემთხვევებიც ძალიან ხშირია. და ნუ ეხლა შენ როგორც შეფს არ გესწავლება, როცა იწყება ჩარევა იმის მეპატრონის მეუღლის და მეუღლის დის და კიდე ვიღაცის და კიდე ვიღაცის და კიდე ვიღაცის. ხო? ეს არის საშინელება. ხო, თუ არის თქვა 4-5 მეწილე, მაშინ უნდა შეთანხმდნენ და იყოს ერთი მართველი და ჩააბარონ იმას. თუ სხვანაირად არ გამორიცხულია, იმიტომ რომ შენ კარგად იცი ეს. ხო, არა. სხვებსაც რო აუხსნათ, ეხა ბევრი შეიძლება გვიყურებს ისეთი, ვინც მეწილეები არიან და იქნებ რაღაცაში გამოადგეთ ეხა ჩვენი გამოცდილება, იმიტომ რომ ყოველთვის ქაოსი ხდება შემდეგ. არ ვიცი, მე მაინც არა. კი, რა თქმა უნდა, საღიაზრის უყურს კარგია, მაგრამ მე არ ამგონი ხა ვითარება გამოსწორდეს ეს. იყო დღესაც არის და მე მგონი ყოველს იქნება. შეფ, კარგი შეფი ხელოვანია თუ კარგი მენეჯერია? ესეთი კითხვა გვაქვს. მარიამ მომიმზადა ესეთი საინტერესო კითხვა. მადლობა მარიამს. კი ბატონო. რა იყო რომ გახსენებ ხოლმე, რატო არ შეიძლება ცოტა თან თავისუფლადაც რო ვთქვათ? აბა დაიზეპირეო ყველა კითხვა და ყველა კითხვას ვერ დავიზეპირე. ისე რა, აი ამ კითხვაზე პასუხი გამიადვილდებოდა, რომ გეკითხა რაზე უნდა ოცნებობდეს მზარეული. გახდეს ხელოსანი თუ გახდეს ხელოვანი. მე სტუდენტებს უყურებს შეუბნები. ხალხმა თქვენი ასარჩევია. თქვენ შეიძლება იყოთ კაი ხელოსნები, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია და დასაფასებელია. აქ ორი აზრი არ არსებობს, ნებისმიერი პროფესია.
მაგრამ აუცილებლად მიზნად უნდა დაესახოთ ხელოვნება, უნდა გახდეთ ხელოვნება. და სულ ყოველს ამას ვადრე მე პირველად ამას კი არ ვიძახი. მუსიკას რო სწავლობენ. ხო? რითი იწყებენ? ნოტებით ხო ესე დორე. მე გამებს უკრავენ. რაღაც მარტივ ნაწარმოებს ხო ესეთ ეჭვდებს რაღაც. მე უფრო რთულ ნაწარმოებს და მე უკვე ხდებიან ვირტუოზები ძალიან მაგალითი შემსრულებლები ოღონდ არა კომპოზიტორები. და კარგი ხელოვანი ვერ იქნება? იცი რა, მაგრამ ეს ეტაპი უნდა გაიარო. უნდა გაიარო. პიკასომ სანამ მიაღწია თავის კუბიზმს, ხო? გაიარა თავის ცისფერი პერიოდის გაიარა და რაც მთავარია გაიარა რეალიზმი. აი ეს იტალიური ფერწერის რეალიზმი, რასაც ქვია, ხო? ეს ყველაფერი გაიარა, შენ ვერ გახდები უცებ კარგი კუბისტი, თუმცა ეგეთიც უამრავია. ხო, ზოგიერთ ფიქრობს, რომ მალევიჩმა რომ დახატეს შავი კვადრატი, აიღო, დახატა მარტივად. ეგრე არ არის საქმე. აუცილებლად უნდა გაიარო ყველა ეტაპი იმისთვის, რომ მიაღწიო რაღაც გარკვეულ დონეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან. და რა არის შეფი უფრო ხელოვანია თუ მენეჯერია, მე მგონი არის ორივე. არის ორივე. იმიტომ რომ თუ ხალხთან ურთიერთობის საკითხს შევეხებით, ხო რა არის ეს? აი კაი მენეჯმენტია, კაი ასე ვთქვათ, კომუნიკაცია, კაი ურთიერთობა. თუ არის ხელოვნება, თუ არის ფსიქოლოგია, ყველაფერი ერთად ალბათ. და რა თქმა უნდა, შეფი უნდა იყოს ძალიან კაი მენეჯერი. აი ძალიან კაი მენეჯერი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კი, გეთახმები და უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ლიდერი და ეს ცალკე ისწავლება ლიდერობა, არა თანდაყოლილი ნიჭი არ არის, ხო? მე შორსავ ამისგან შენ ახლოს მე ძაჭს. ხო, ნიჭია ლიდერობისგან ვიზახ. არა, გადამეტებული შეფასებაა მე მგონი. მე მგონია რომ არაჩვეულებრივი ლიდერი ხარ. უბრალოდ შენ იმდენად არა უშავს რა პედაგოგი კი, არა უშავს რა. ხო, ლიდერი. შემდეგ კითხვაზე გადავალ. აი ამ პროფესიის გამო, მზარეულობის გამო და თქვათ იმის გამო, რომ ამდენ დროს უთმობ ამ პროფესიას სტუდენტებს ასწავლი, რა იმეზე უარი ხوار მოგიწია გეთქვა, რა იმე ხوار დათმე იმის გამო, რომ ამ პროფესიაში ესე აქტიურად ხარ. რაზეც თქვათ ან გული გწყდება, ან არა, გული უკან არასოდეს არ უნდა გაიხედო. არასოდეს. თუ არა და გაჩერდე. როგორც მაქსიმუმ და შეაფასო დღევანდელი დღე რეალობა და რა თქმა უნდა იყურებოდე წინ. ხო? ზოგი ცხოვრობს დღევანდელი დღით, ესეც გასაგებია, მაგრამ იცი რა უკან აი ეს დრო რო დავაბრუნოთ უკან იგივეს გააკეთებდი თუ რაღაცა ეგეთ კითხვებს ახო. კი, რა თქმა უნდა, ბევრი დამაკარგინა. ძალიან ბევრი. რატო? იმიტომ რომ თავისუფალი დრო პრაქტიკულად არ გრჩება, გინდა სამზარეულოში, გინდა სასწავლებელში, ხო, როცა დიდი დატვირთვა გვაქვს, ბევრი საათები გაქვს. ეხლა წარმოიდგინეთ 9-დან 11-მდე რა ვარ. ხო? 3-4 ჯერ მე უკვე ეს ჩვენი ხუმრობაა პატარა. პენსიაზე ვარ. 4 წელი. ვერ 3 წელი, 2 წელი და აგე. დადგა ეს დრო. დროის უკმარისობა. დროის ნაკლებობა უпроსწორად. ძალიან პრობლემაა. იმიტომ რომ არ გაძლევს საშუალებას იმ რეჟიმში კონდეს ურთიერთობა მეგობრებთან, ნათესავებთან და ეს პრობლემაა, ეს ძალიან სერიოზული პრობლემა. ანუ ხტები ასე ვთქვათ აი ვარდები მახეში აი ამ ცხოვრების რითმის რა. ეს ზართულია. ზართულია. ამიტომ ვინც შემოდის ახლა ამ პროფესიაში, კარგად უნდა გაიაზროს სირთულეები, ხო? ბუნებრივია, მაგრამ ნუ შეაშინებ ძალიან გთხოვნა. არ შეაშინებ. რთული არის. ახლა მithumet ოჯახი რო ყავს. შეხო კარგად იცი. აი ძალიან რთულია რა, როცა აი დათო რო ავიღოთ ჩვენი საერთო
მეგობარი დავითი რომ იწუწუნა იმ დღეს რომ სახლიდან რომ გავდივარო ბავშვს ძინავსო სახში რომ მოვდივარო ბავშვს ძინავსო ეგ არის რა ან ნიკას შემთხვევა მაგალითი იგივეა რა ეს სერიოზული პრობლემა ხო სხვა შორის უკითხე როდის მოგიწვიო მეთქი და სად მაგ დრო არ წალიათ ზუსტად შეფებს არ წალიათ ზუსტად ხო გასაგები კაი შეფ გადავიდეთ აი წეღანაც ვახსენეთ სტეიკი ერთ-ერთი პირველი იყავ ვინც შემოიტანა ასე ვთქვათ თბილისში აი ამ სტეიკის თემა გაიხსნა სტეიკ ჰაუსი ვერაზე იყო მე მახსოვს ეს ვერის ბახში და საკმაოდ პოპულარული ასე ვთქვათ გახდა და სტეიკის ცნება წამოვიდა მანდედან და როგორ იყო ეს ეტაპები და ხალხმა როგორ მიიღო სტეიკი ეხაც ბევრს არა აქვს ბოლომდე მიღებული და გათვითცნობიერებული სტეიკის კულტი ასე ვთქვათ მაგრამ როგორ გავითარდა პროცესები იყო ძალიან პოპულარული იმიტომ რომ მართლა ნავის გემრიელი იყო და არ იყო ეს უხეში არ იყო რბილი ნაზი გემრიელი ხორცი რა თქმა უნდა ვარჩევდით ხორცს უნდა ყოფილიყო ეგრეთ წოდებული მაყურებელი მაპატიებს რომ ეგრე ქვია კარმავოი ანუ ასე ქართულად მარსლოვანი საკვებზე გასტილი ასე ბაგაზე ალბათ ხო? ხო, შეიძლება ეს ნაწილობრივად კი ქონდა რაღაც ცდელობები ასე ვთქვათ მარმარილოსკენ წასულიყო თავის ცხიმის შრეებით, მაგრამ ძალიან ესეთი მორიდებული ცდელობა. მაგრამ იყო ეგეთი ძალიან პოპულარული, კარგად მუშაობდა და მე უკვე როცა დაიწყეს ხორცის შემოტანა და ასე შემდეგ იქ უფრო ერთი ფასი ეხა რაღაც სტეიკი რესტორანში კარგი სტეიკი და მაშინ ბევრად ეხა მისაღები ფასები იქნება. კი, ცალსახად. და მენუც იყო ისეთ საინტერესო. ერთ სალათი გავაკეთე მე იმაში შებოლილი სულგუნის კალათაში. ეხა პარმეზანის კალათა თან სანაზლეულზე გავაკეთე ეს კალათა, იმიტომ რომ ერთ-ერთი რესტორატორი და მზარეული ეხა ძალიან ცნობილი ბლოგერია მარინა ნაუმოვა ესეთი მამით და აქ ცნობილი მეღვინეების ძალიან კაი გოგო იყო დამენზე ვერ გააკეთებ შანსი არ არის სულგუნი და მეთქი გავაკეთე ნუ გახეხილი ხო? ხო გახეხილი რა თქმა უნდა გავაკეთე კალათა ოღონდ შებოლილი სულგუნი და გავაკეთე სალათა იქ და მენუ რო ავიღე ხელში წერია სალათი მანუელი და მანუელი რა უბედურება რატომ ეხლა რო ეწერო სალათი პაატა მაგრამ ისეთი იყო რა ვიცი ხალხს ძალიან მოსწონდა და კი იყო ისეთი დრო და ისეთი ჟამი და ისეთი კაი პერიოდი როცა მეძღეროდი ხანდახან სცენაზე ავდიოდი კარაოკე სტილიც იყო? არა ცოცხალი მუსიკა ცოცხალი მუსიკა უნებიანი კარგი მუსიკა ერთადერთი უგემური ასე ვთქვათ ხმა ხანდახან ჟღერდა მანუელის სცენას ძალიან კაი შეფ რა არის თქვენთვის კერძის ნამდვილი ღირებულება აი თანამედროვე ცხოვრებაში უფრო გახდა კერძი რო იყოს უფრო მეტად ფოტოგენური უფრო ინსტაგრამული და ესე გამოვდებთ ხოლმე ფოტოებს რომ რაღაცა ლამაზად გამოჩნდეს და მთავარი ღირებულება რა არის თქვენთვის კერძის ნუ ვიზუალი გასაგებია რომ ლამაზი უნდა იყოს გასაგებია მაგრამ კერძი უნდა იყოს აუთენტური და რა არის აუთენტური ანუ ნაღდი კერძი რასაც ქვია ხო მე სულ მაგალითად მომყავს იმაში კატალონიაში მყავს ერთი უმცროსი ასე ვთქვათ მეგობარი ძალიან ცნობილი კაი შეფი რომელმაც წამიყვანა ერთ-ერთ რესტორანში და მითხრა რომ ყველა ვინც ჩამოდის ჩემთან აი ეს რაღაც ძალიან ცნობილი შეფები და ასე ყველა
მიმყავს ამ რესტორანში, შენც უნდა მიგიყვანო, უნდა გასინჯო, რა ხდება მათ. რესტორანი არის ოჯახო, საოჯახო. პატარა, არ მახსოვს რამდენი მაგიდა იყო. მარტო ოჯახის წევრები მუშაობენ, მხოლოდ და მხოლოდ იქ ქმარი ცოლი, იქ შვილები, სიძეები, რძლები და ასე შემდეგ, ბევრი არა. რესტორანი მუშაობს 10 საათიდან 4 საათამდე. დილის საათიდან. ნუ ლანჩის პერიოდი. ხო, საღამოს საერთოდ მუშაობს. არაკარტ, იდეაში არაკარტ რესტორანია, მაგრამ სულ ჰქონდათ 4 ძირითადი კერძი. 4. რომელიც იდეაში იცვლებოდა, მაგრამ 4 ძირითადი კერძი. 2 სალათი, 3 წვნიანი და დესერტი იყო, აი რაც იყო რა, აი კრემა კატალანა იქნებოდა, ან აროფ რა ქვია იმას. აროფ კონლეჩი. ანუ კრემბრულეს მაგდაგვარი კრემა კატალანა, იქ ბრინჯის პაპა დარიჩინით, ძალიან გემრიელი, მე ვგიჟდები, დედია ჩემი მზადებდა ამას, დედა ჩემიც უყურებს. ბრინჯის პაპა დარიჩინით. ხო, თბილი ბრინჯის პაპა რა, ეხლა ჩვენთან ითვლება, რომ როგორ შეიძლება ხა დესერტზე თქვა შეესთავაზოს თუნდაც ბრინჯის პაპა. ისეთ თემა რა, რაღაც რატო არა რომ ფანტასტიკური დესერტია მე რომ მკითხო. არა ის რო ტკბილი ფლავი ხო ხა იმით არა ის ყურაგებით და ის სხვა თემა ეს არის ტკბილი პაპა დარიჩინით ჩახარშული ბრინჯით დარიჩინით ძალიან მაგარი რამე რეცეპტი ნახეთ აღწერაში ხო მოგცემთ რეცეპტს კი მარტივი არაფერი არ უნდა ბრინჯი ხო როგორც წესი ბრინჯი მზადდება გრძელი ბრინჯით ჭირდება რძე კარაქი შაქარი ძალიან ცოტა ვანილი და დარიჩინი მეტი არაფერი და გემოზე თქვენ თვითონ დასვათ იმ თავარი როს ბრინჯი უნდა ოდნავ ჩაიხარშოს რა და რა თქმა უნდა სისველე უნდა ქონდეს შეგიძლიათ ნაღების დაამატოთ მაშინ იაფიანი ბრინჯი უნდა ვიყიდოთ და არა რამე კარგი ხარ კი ბატონო კი რომელიც მალე ჩაიხარშება ჩაფაფდება კარგი აი ეს 4 კერძი ქონდა ძირითადად მათ შორის იყო კურდღელი ერთი მეორე იყო იხვი კათამი და ხორცის რაღაც ამასო ზუსტად რაღაც ხორცი ტევარი ამ რესტორანში ტევარი სუმოდიოდა ხალხი მირჩენდა რატო იმიტომ რომ იყო აი აუთენტური ნაღდი რასაც ქვია ანუ აქცენტი ქონდათ გემოებზე გაკეთებული გემოებზე მხოლოდ და ნედლეულზე რომ ნედლეული იყო ადგილობრივი და ძალიან კაი ხარისხის. აი ეს კურდღელი რო კურდღელი იყო, ის კი არ იყო რაღაც დიდი აგროფერმის და იქვე ადგილობრივად ვიღაცა უზდიდა ამ კურდღელს ქათამი რო ქათამი იყო, ესეც ქათამი, ფერმის ქათამი უნდა ყოფილიყო, მართლა სიმინძე გასდილი. ხო, თუმცა ამას კი იყიდი სუპერმარკეტში. მიხვალ და არის გააქვს ბროილერის ასე ვთქვათ ხათამი ჩვეულებრივი და გააქვს ფერმის ეგრეთ წოდა farm chicken რომელიც ღირს თითქმის სამჯერ უფრო ძვირი იმიტომ რომ სხვა კვებაზე აქვს მაგრამ არა ეს არა ეს ზუსტად ფერმერთან ნახიდი ხათამი ისე წავიდა საუბარი ეს კითხვა უნდა დაგისვათ ეხა დიახ აი ადგილობრივ პროდუქტს იყენებდნენ ხო და მაქსიმალურად პროდუქტის ხარისხს ანიჭებდნენ უპირატესობას. თქვენ გითხულობთ მდგრადობის ლექციებს მე როგორც ვიცი და ერთ სულიერთან ერთად. ხო, ერთ სულიერთან ერთად და სწორედ მდგრადობაზე იყო ეხა საუბარი მაგ მიმართულებით რა. ორი სიტყვა ვთქვათ, რას ფიქრობთ მდგრადობაზე, როგორი უნდა იყოს მდგრადი რესტორანი და რა შეგვიძლია ჩვენს მეტალს უბრალოდ ამ მიმართულებით. მდგრადობაზე ყველაფერს კარგს და ფიქრობ რომ ყველანი უნდა ვიყოთ ჩართულები ასე ვთქვათ აი ამ რა ვიცი მოძრაობა თუ გინდა დავარქვათ ხო მწვანე მოძრაობაში თუ მდგრადი გავითარების მოძრაობაში ყველანი უნდა ვიყოთ ჩართული. ეხლა საქმეებში რამდენად შესაძლებელია რომ ჩვენ ყველა ის ასე ვთქვათ პროტოკოლი, ნორმა, პირობები რომელიც სჭირდება მდგრად განვითარება შეგვიძლია ეს დავიცვათ
აი ეგ არის ყველაზე პრობლემური და ყველაზე ასე ვთქვათ რთული, თორე რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ ის რომ წყლის ეკონომია საჭირო, ეს ხო ფაქტია და მე სულ ყოველთვის მაგალითი მომყავს ცოტა ისეთი. შეიძლება კაი, კბილების გახეხო. ეს კბილებს რომ მიხეხა. ღიას უტოვებთ კონკანს მაგას ვინმეს, აი რო იწყებ ხო, თქვა დაასველი ჯაგრისი, ასე თქვა პასტა მოათავსე და დაიწყე კბილების გავს. კეტავ წყალს. მე სანამ ამაზე არ დავიწყე ფიქრებ, არასოდეს არ ვკეტავ. ეხლა მეც ვკეტავ, მაგრამ ადრე მეც არ ვკეტავ. არავინ, მე მგონი ბევრი არ კეტავს. არ ვიცი, შეგვიძლია ვკითხოთ, მაგრამ ბევრი არ კეტავს. და რო დაკეტო წყალი რა. ამით რა დაშავდება რამე? რამდენს დაზოგავ თვის ბოლოს? უამრავს. მით უმეტეს ეს ყველაფერი ასე ვთქვათ დაკავშირებული არასთან, თანხებთან. ბებიაჩემი რო დამდებდა იქ ესპანეთში და შუქიჩა აქრე დაიზღო. კი. ბებიაჩემ ეს საიდან, იმიტომ რომ კი გასაგებია რომ ასე ვთქვათ ეს მით უმეტეს ომი ვისაც გავლილი ეს აქტ ასე ვთქვათ სისხლში ან დაზოგვის თემა და რა შემდეგ. ეს კაი თემა, ხო, გრადი რესტორანი კაი თემა, ადგილობრივი ფერმერების პროდუქცია ძალიან კაი თემა, ნულოვანი რასაც ქვია, ხო, ნულოვანი კილომეტრის რესტორანი ეს. ხო. პრინციპი 100 კილომეტრია რადიუსში. ხო, რა თქვა ტრანსპორტის ემისიები შემცირდეს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, წყლის ეკონომია, ელექტროენერგიის ეკონომია, მე რაღაც მომენტები, რა ვიცი, ცოტა რთულად მეჩვენება. ხო, მithomის მაგალითად ხორცის ამოღება მენიუდან, ხო? 1 კილოგრამი ხორცის ასე ვთქვათ მოსაპოვებლად საჭიროა 5000 ლიტრი წყალი. 5000 ლიტრი. რომ აი ბოჩოლა ხორცი, აი იქიდან აქამდე რომ მიიღო სტეიკი 5000 ლიტრი წყალი. 5000 ლიტრი წყალი 1 კილოგრამი. და რძეზე 1 ლიტრი რძე რომ მოიპოვო, საჭიროა 500 ლიტრი წყალი. აბსოლუტურად ყველაფერში, ზოგადად ჯამურად რო ავიღოთ. ეხლა ამაზე რომ დაიწყებს ფიგს და მეუბნებიან რომ იცი რა მოდე იქნებ ხორცი ამოვიღოთ, იმიტომ კი ბატონო ამოვიღოთ, მაგრამ საქართველოში ამის გაკეთება ძალიან რთულია. თუმცა სხვა რაღაცეებში რა თქმა უნდა ეკონომიის გაკეთება არის საჭირო და აუცილებელი. იგივე პროტოკოლები ხო, იმ ბოსტნეულის გარეცხვის, ჭურჭლის გარეცხვის აი ეს პროტოკოლი რომ დააწესო და ჩართო რომ ყველა წევრია, ასე ვთქვათ, შენი გუნდის იცავდეს ამ პროტოკოლებს, ძალიან დიდი შეღავათი იქნება, ძალიან დიდი. კოლეჯი იკაროსი. დიახ. მე გაგიცანით კოლეჯი იკაროსში მახსოვს. იყო 2007-2008 წელი, როდესაც მე შემოვდგი კულინარიაში ფეხი და მე პირადად ძალიან ბევრი რაღაც მომცა კოლეჯმა იკაროსმა. ამ შემთხვევაში თქვენ რა მოგცათ კოლეჯმა იკაროსმა და ორი სიტყვით კოლეჯი იკაროსზე რომ გვესაუბროთ. რა მომცა? ძალიან კაი ურთიერთობები. ურთიერთობა ახალგაზრდებთან რა ძალიან მნიშვნელოვანია. საშუალება იმისა, რომ ჩემი მოგზალებული გამოცდილება გამეზიარებინა სტუდენტებისთვის და სტაბილურობა ზოგადად. სულიერი ფინანსური მდგრადობა. და საშუალება რომ აღგეზარდეთ უამრავი პროფესიონალი. და დღეს საქართველოში საკმაოდ ბევრი არის, ვინც გაიარა თქვენთან კურსები. დიახ. საკმაოდ ბევრი. წარმატებული მზარეა. კი, მათი სახელით კიდე ჩემი მხრიდანაც და მათი სახელით მადლობა თქვენ გამიძელეთ. და ჩემ თავს ვუხდი მადლობას რომ თქვენ გაგიძელეთ. გაიხარე. ქართულ ტელევიზიაში როგორც ვახსენეთ, ერთ-ერთი პირველი იყო
გერადა შეიძლება პირველი იყოს სრულიად რომ იყო ეს კულინარიული გადაცემა. ეხაც Master Chef-ი, ახალი პროექტი, ცნობილი სახე ხარ. ეს როგორია ცხოვრებაში? არის დამღლელი, არის სასიამოვნო, როგორია ყოველდღიურობაში? მე რასოდეს ვერ დავიჯერებ, რომ პოპულარობა შეიძლება იყოს დამღლელი. ან რაღაცნაირი ტვირთი არ არის? არა, არანაირი. გააჩინა შენ ამას როგორ აღიქვავ, ხო? შენში როგორ ატარებ და მე ეს როგორ აესახება ხალხთან ურთიერთობაში და ასე შენ. ეგეთ შემთხვევა მქონდა ძალიან ბევრი. მაგალითად, ჯერ ხო იყო იქ მეცხრე არხი, იმედი მზე და ასე შენ. და ეს შემთხვევა ახსენდება ძალიან კარგად. ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში შევდივარ და ხდება ოჯახი, ანუ ქალბატონი, მამაკაცი და ორი შვილი. ეს ქალბატონი მაჩერებს და აი უყურებს თქვენ გადაცემებს, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ვერ გავიგე ამდენი ენა როგორ ისწავლეთ, როდის მოასწარეთ. მე ვთქვი, ქალბატონო, ეს არ არის გასაკვირი. იმიტომ რომ მე განათლება რაც მიღებული მაქვს, ეს არის ენობრივი კი. გასაკვირი ის არის, როგორ ვისწავლე კულინარია. თორე ის გასაკვირი ნამდვილად არ არის. და რა არის, აი დღეს ვიყავი მაგალითად ბაზრობაზე. და ერთ ქალბატონი ასე მიყურეს და ღიბზე წამომარტყა. როგორ წამოხარდა? ნუ აი ესე გაიარა და რაღაცა ღიბზე წამომარტყა და ესაო. ძალიან გვიყვარხარო და ძალიან ქალბატონო, დიდი მადლობა. არ არის არც დამღლელია, სასიამოვნოა რა. იმ დღეს გაჩერებაზე ვიყავი, ერთი ახალგაზრდა მოვიდა და ესაო. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მომწონს თქვენი ასე ვთქვათ შეფასებებიო Master Chef-ში და ასე შემდეგ. დიდი მადლობა. ანუ არ შეიძლება ეს იყოს დამღლელი, ხო ხდებია რა. არ შეიძლება. სასიამოვნო. ძალიან სასიამოვნო. აი, შევ, რა არის ყველაზე ისეთი თუ გაიხსენებ რაღაც მომენტს, როდესაც რაღაცა კრიტიკა მიგიღია ან კერძზე ვთქვათ, ან ამ სფეროში, ან თუნდაც ზოგადად რამე რომ აი გაიკრიტიკებინა. თუ გახსენდება რამე ეგეთი. ან შენ თვითონ არ იყავი რაღაცა შიკმაყოფილი. ეს ხშირად ხდება. ეს ხშირად ხდება, როცა ბოლომდე არ ახარ კმაყოფილი და ასე შემდეგ, მაგალითად აი ახლა ბოლო ჩემი საქმე ეს არის მენიუ, რომელიც აგებული არის ლოკოგინებზე. და როგორი თემა, იმის და მიუხედავად ლოკოგინა ჩემთვის უცხოხილი არ არის. დიახ. ისევე როგორც ზოგადად საქართველოშიც, ხო? სამცხე-ჯავახეთში მოგიხსენება ლოკოგინის მოხმარება, ანუ რაციონში შედის. ახალციხეში ლოკოგინა. ხო გაიგია? კი. ოკეი. გამიგია და მიმირთმევია და შემდეგ. ძალიან საინტერესო სამუშაო იყო რა. აი ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო მე მგონია, ესე მგონია მიგნება ასე ვთქვათ გვაქვს ამ კუთხით. იმიტომ ძალიან რთულია, ეს არის ისეთი პროდუქტი, რომელიც ქართველების რაციონში ზოგადად არ შედის და ნუ ძალიან რთულია, რომ ასე ვთქვათ შეაჩვიო ლოკოგინა ქართველ ადამიანს. მე მაგალითად მახსოვს ძალიან კარგად, როცა აგარაკი შევიძინეთ ბურიანში, შენ ამყოფი ხარ, ხო? ეს არის თეზამის ხეობა, თეძამი არა, თეზამი. თეზამის ხეობა, ეს ხეობა, რომელიც ცხვარიჭამეამდე ადის საგურამოდან, რა. აი მანდარი და ადგილობრივებს ვთხოვდი ლოკოგინა შემიგროვეთ. კოლეჯშიც მომქონდა. იქაც მივირთმევდით. ხო და გავარდა, ასე ვთქვათ, ჭორი ხეობაში, სოფლებში. ნავდარანტკარი, კოტორანტკარი, არაშენდანვა ეს. ბურიანში სახლი იყიდა ერთმა ლოკოგინა ჭამია. ლოკოგინა ჭამია. ძალიან საინტერესოა. არ ვიცი, ნახო, ჯერ არ გახსნილა, მაგრამ თუ პასუხისგებლობას გზნობ. ერთ-ერთი მხრივ არის საინტერესო, მეორე მხრივ არის საპასუხისგებლო
და კრიტიკა რა ვიცი მაინც ესეთი არაფერი სერიოზულად და როდის იხსნება ეგ ლოგოკინის რესტორანი რომ ჯერ არ ვიცი დღე-დღეზე უკვე ისე ლოკაცია ვიცით თუ ჯერ არა ვიცით კარგი ნუ რო გაიხსნება მე გესტუმრები აუცილებლად სიამოვნებაა და რა ანუ აი ამ პროცესში რა ხა ბევრი თქვათ პროექტი ქონია რა სირთულეები არის ხოლმე კიდე ერთი ის რომ შეიძლება რაღაცა დამკვეთთან კონდეს რაღაცა ისეთი რომ თქვათ ერთმანეთს გაუგოთ ეს ხშირად არის ხოლმე კითხვის ნიშანი რა კიდე რა შეიძლება იყოს სირთულე სირთულეს მე გაგახსენებ შენ ეხლა ჩვენც გაგვიკეთებია ბევრი პროექტები და ხო და მათ შორის ერთ-ერთ სირთულეს ეხლა გაგახსენებ როცა ინვესტორი ან დამსახურებელი ან მე პატრონი როგორც გინდა და რომ იძახის რომ აი ესეთი ლობიანი მინდა რომელიც არსად არავის არ გახსოვს ეს აი ბებია ჩემი რო აკეთებდა ეგეთი თუ არა ხო ნუ ახლა ესეთი ის ქონდა რა დავალება ისეთი ლობიანი როგორ არა მე ფენოვანი ისო გავაკეთე თხოთანი ფენოვანი ცომის თავს აი ესეთი რაღაცა მინდა ნუ აი რომელიც საერთოდ ენით აუწერელი რაღა ან იმ დღეს დამერეკა ერთმა ჩვენმა კარგად ნაცნობა ახლობელმა ძალიან ესეთი შეფია და წარმატებული და თან ჩვენი კოლეგა სტუდენტი ყოფილი და ასე და მეუბნება რომ შეფო არა მიხარია ხოლმე რომ მირეკავე და რაღაც რჩევებს კითხულობენ აი ხა რომ მოისმენენ ამ ჩვენ ვიდეოს უფრო მეტად დაგირეკავენ ასე რომ ტელეფონი ბოლომდე დატენეთ შეფ ხო და ისა მეკითხება ბიჭო როგორ გავაკეთოთ ხოვეს რომ გამეკეთებინა ხაჭაპური ოღონდ ზევიდან კარამელით აი ხაჭაპური კარამელი ხა ხო არის ასე ვთქვათ მოდაში შემოვიდა მოდერნიზებული ხაჭაპური თაფლით ხო იგი ალბათ ხაჭარულს კიდე რას უშვებიან ხოლმე ხო ნუ ახლა თაფლით არა გასაგებია რომ შეიძლება გამოიყენო რაღაც ვთქვათ ობიანი ყველი ან გორგონზოლა ან ბლუჩიზი რაც არის და ნუ ამ ყველს თაფლი ზოგადად უხდება შეიძლება გააძლიერო გემო შებოლილი ყველით და ზევიდან ასე ვთქვათ ასხავენ ცოტაოდენ თაფლს ოკეი შეიძლება ცუდი არ არის მაინც და მაინც მაგრამ რამდენად მიზანშეწონილი არ ვიცი მე ამაში ვერ ჩავერევი ნამდვილად ხო და დავიწყე ფიქრი კი ბატონო ხაჭაპური და ზევიდან ხა ყველაზე მარტივი რაც მოგდის ხალხი გააკეთო კარამელი დაასხა არა კარამელი რო დაასხა ის არ იმას იზავს ხაჭაპურზე ხანგრძლივი პროცესია რომ მამალო გახდეს ასე ვთქვათ კრისტალიზება რომ მოხდეს იმის არა ალბათ ის არის რა კრემბრულია რომ ყავისფერი შაქარი მოაყარო და ფარსო მკით ხო იმ თორჩით მოწვა ალბათ ეგ არის რა ყველასე ან გააკეთო ვთქვათ ასე სილიკონის ნოღზე მოაპნიო ვთქვათ შაქარი და უბანში რო აცხობ ეს ხდება ისეთი კრისტალიზებული რაღაც თხელი ფორმის შაქარი რომელიც მე უნდა დაადო არ ვიცი ხო მაგრამ ხო აი რა მუღამია ზუსტად არ ვიცი ვერ გეტყვი ის კარგად ვახსოვს ეს ჩვენი ლობიანი ხო კი ისე აიღებდი კიდე დიდ პროექტს არა რო იყოს კარგი შემოთავაზება ის 4 წელი გავიდა მე მგონი მეც აღარ ავიღებდი შენი არ იყოს მეც რაღაცა ხო ხედა უკვე გადმოვედი აგერ YouTube-ები გადავიარეს აი რა თქმა არა კაი შეფ რას ურჩევდი სტუდენტებს შეფის პროფესია რამდენად სტაბილურია რამდენად შეუძლიათ რომ ამ პროფესიაში გავითარდნენ და ზოგადად აი რა რჩევას მიცემდი სტუდენტებს, დამწყებებს, ვინც ეხა იწყებს, ვინც აი 1 წელი, 2 წელი ამ სფეროში არის. პირველ რიგში მზად უნდა იყვნენ საკმაოდ მძიმე შრომისთვის. პრობლემა რა არის? ძალიან ბევრი ახალგაზრდა არ არის შეჩეული შრომას.
მათ შორის რაიონებიდან ხო იფიქრებ ხო აი რაღაც რეგიონებიდან რაღაცა მაინც უფრო შრომას შეჩვეულები არა ეგრე საქმე არ არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა არ არის შეჩვეული შრომას ანუ ეს პრობლემა არის ეს ოჯახის პრობლემა რა რაღაც მაინც სასათბურო პირობებში ამყოფებენ ბავშვებს ყავა საწოლში და არიქა ხაჭაპური დილით ჩემო ერთადერთო და ასე შემდეგ ეს არ არის სწორი არა საბედნიეროდ ყავს აი ხა სტუდენტები რომელიც აგეუბნები რა აი შეგშურდება იმდენად შრომის უნარიანი და შრომის მოყვარული ახალგაზრდები არიან აქვთ მოტივაცია არაფერზე არ იხევენ უკან ჩვენ ძალიან კარგად ის ხო როგორ იციან ახლა ჩვენთან სასწავლო პროცესის დროს ბოლოს ჩურჩლის გარეცხვის და დაალაგების ეტაპი რო დგება ზოგი უცებ ქაშვება როიპარებიან ხოლმე ხო აი ზუსტად ზოგს თავი აქტივდება ზოგს სხვა ადგილი და ასე არიან სტუდენტები აი მართლა ყველაფერში მომხვებიან ბოლომდე მოტივაციაც აქვთ ინტერესიც აქვთ და რაც თავარია თვითონ გისვავენ კითხვებს აი გარი მნიშვნელოვანი თვითონ გისვავენ კითხვებს ანუ ინტერესდებიან პროფესიით რა კი ბატონო ვიდეოებს უყურებენ ესეც კარგია და ასე შემდეგ რა მოტივირება აუცილებლად შრომის მოყვარება უნდა კონდეთ აუცილებლად და უნდა ისწავლონ და აი ეს არის პრობლემა უნდა ისწავლონ და კიდევ ერთი პრობლემა ეს არის მეხსიერების პრობლემა აი დღეს რაღაცას აკეთებ და ხვალ აღარ ახსოვს იწერს რეცეპტებს ვიდეოს აჩვენებს ესე იგი გულის ყურით მოსმენის პრობლემაა არა ზოგადად ნახე მეხსიერებას ვარჯიში ჭირდება ეგრე არ არის და აუცილებლად გამეორება ჭირდება მასალას აუცილებლად სულ ერთ რამეს ვეუბნებ სანამ დაიწყებ კერძის მომზადებას აუცილებლად აი twin-ში ჩეკლისტი რასაც ქვია ხო აი twin-ში გაიარეთ ეს ყველაფერი თუ გინდა დახუჩეთ თვალები და წარმოიდგინეთ რომ აკეთებთ ეს კერძს ამ კონკრეტულ კერძს ეს ყველაფერი გაიარეთ ეს დაგეხმარებათ კაი ჩეკლისტის დაწერა ეს მაინც გააკეთე შედავუცო პრობლემები არის რა თქმა უნდა მაგრამ ნუ ახალგაზრდები ხა ზოგადად კულინარია საქართველოში არის ძალიან განვითარებული ეხლა მოდი ნუ შევატარებთ იქ რაღაც ესპანეთს არა ნუ თუნდაც ახლა რატო მე მაგალითად გინდა ესპანეთში გინდა იტალიაში გინდა საფრანგეთში იგივე ლიონში ხო ძალიან ბევრ რესტორანში ყოფილვარ სადაც ახლა წარმოიდგინე მე და შენ შევკვეთეთ ბატკნის კარე ორივე ისეთ ხო იცი ძალიან პეროიანს რო ეძახიან მედიუმ რეალი ხო ნუ ახლა როგორც არის ბატკნის კარე უნდა იყოს მედიუმ ოკეი როგორც ეს უკვეთავთ ერთ და იგივე რესტორანში ჩემთან მოდის მშრალი და შენთან მოდის როგორც უნდა იყოს რანაირად აი რანაირად ეხლა და იგივე მზარეული ამზადებს მე არ ვიცი ჯოსპერი ქონდა თუ რა ხო ერთი და იგივე ხა ცხელებში ყოველ შემთხვევაში ორი კარე შეკვეთა რომ მოდის როგორც წესი ერთი მზარეული აკეთებს ნუ როგორც ჩანს იქ მითითება იყო დონეშიც თომაში არა არავითარ კარე სტეიკი არ არის კარე უნდა იყოს იგივე როგორც იხვის მკერდი ხო როგორი უნდა იყოს მედიუმი მორჩა ბევრ ადამიანს არის მისთვის მედიუმი დონეები და მით უმეტეს საქართველოში ჩვენ ვიცით ხოლმე რომ კარგად შემიწვი გენად სტეიკი და ის და აი როგორ უნდა მივიდეს ადამიანი იქამდე რომ აი გასინჯოს თქვათ მედიუმი ახლა ბევრი არის არც სინჯავს არა და არის მით რომ ეგ არის რაც არის ძალიან მარტივია ძალიან როგორი კაი ხა მაშინ უნდა გქონდეს ვაგიუ A6 რომ ასე ვთქვათ უკაცრავად ანუ დედაუტიო კარგად შეწვე იმიტომ იმდენი ცხიმი აქვს რომ იმას ვერ გაამაგრებ ვერ გამოაშრობ ხო ნუ მარმარილოა სრული მაგრამ რო აიღო ნებისმიერი სხვა არ ვიცი ანგუსი იქნება ლიმუზინი იქნება სადაც კი მარმარილოს ხორცია მაგრამ ისეთი არ არის ველდანამდე რომ მიიყვანს
მიიყვან, ის აღარ იღეჭება. ანუ არ არის ესეთი რბილი ნაზი. ეგ არის. ველდანი გინდა, ნუ მაშინ უნდა გამოიყენოს სუვიდი რა, მორჩაგათა. უნდა გამოიყენოს სუვიდი, ანუ 75 გრადუსზე დააყენო, ხო, რაც არის ხა ველდანის ტემპერატურა, იგივე ფილე მინიონის სუკი, ან 1-2 საათი გააჩერო, 2 საათი ნახევარი და შედარებით ნაზი და გამოვა. არა, გამოგივა ველდანი და გამოვა შედარებით რბილი, მაგრამ ნუ არ არის. კახელები ხომ ირთმენ ცვრიან ძვას ბატონო. ნუ ის ღორია მაინც. ой, ღორი ზუსტად არ შეიძლება. ღორი არ შეიძლება მაგაზია საუბარი. საქონელზე ვამბობ მე. მაგრამ არ ვიცი. ნუ ჭამონ, ვისაც როგორ უნდა ისე ვირთოს. ხო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ეს ვისაც უნდა ველდანი, ნუ რა ვიცი. სტეიკი არ უნდა ჭამოს მაშინ. არ უნდა ჭამოს მორჩაგათა. მირთვას მწვადი ცვრიანი. მით უმეტეს იმ სტეიკში არ უნდა გადაიხადოს რაღაც 350 ლარი. თუ ველდანს უკვეთავს მაშინ. კი ბატონო. შეფ, მე მაინტერესებს თქვენი აზრით რა გემო უფრო ჭარბობს ქართულ კერძებში? რა მოდის წინ? იცი რა, ახლა ესე სალსახად ამის თქმა ცოტა რთულია, იმიტომ რომ ნუ ახლა არის სანერებლების თემა, ხო, სუნერებს რო ეძახებს. რა თქმა უნდა არის და ნუ აი ეს ვთქვათ რეგიონების მიხედვითაც იქნება ეგ ხო? რეგიონების მიხედვითაც იქნება. ხო, მაგრამ ნუ ახლა ეს სუნელი ხო, ეს 4-ეული, რასაც ქვია, ხარჩო სუნას რო ეძახით. ხო, ნუ ეს მარილიანი კერძები გვიყვარს, ჩემი აზრით. იცით რა, არ არის ეგრე. ეგრე არ არის. მარილიანი გვიყვარს, ზოგს უყვარს, ზოგს არ უყვარს. ზოგს ცხარე უყვარს, ახლა შეიძლება ითქვას, რომ ვთქვათ, ბეღურული სამზარო, აფხაზური სამზარო არის ცხარე. ხო, ხوار ვიცახით, რომ არის მარილიანი. არის ცხარე და მართლა ცხარეა. იმის ის ამბავი მოყოლილი მაქვს შენთვის. რომელშია? რა ქვია? ხარჩო და ოსტრი. არა, აბა. მოგვიყევი. ზუგდიდში. რატომღაც მოვინდომეთ გაგანია ზაფხულში ხაშის მირთმევა. ზუგდიდში. გაგანია ზაფხულში. ხო და ნუ გასაგებია რომ ეხლა მივყევით და ეგ სვეტებზე იყო რაღაც მუყაოს ძველი ეს წარწერები ხაში ისრით ხო რაღაცა. ნუ ვიბოდიალეთ, სად არ ვიბოდიალეთ და გითხეს ხოლმე, გითხესო. ეხლა ტყილა ეძებთ ზამთარში, ზაფხულში ხას ზუგდიდში. აი სულ ტყილა. ხო და ნუ სად შეიძლება ვთქვათ ნაბახუსებზე გამოსვლა და გითხეს მიგვასწავლეს ერთი თვალწები, ტიტები, ესე ერქვა. რაღაცა კაფეთანის 90-იანი წლებია რა. ხო და მივიდით და ეხლა სამეგრელოში ამის ეს გვაქვს გააზრებული რომ სამეგრელოში ვარ. და რომ შეხ რა გაქვთ აი ესე ნაბახი, ოსტრი გვაქვს და ხარჩო გვაქვს, სუბხარჩო. ხარჩო გვაქვს, ახლა სუბხარჩო არა ხარჩო. ნიგზიანი ხარჩო. ხო და ნუ ეხლა ოსტრი ისეთი თემა სამეგრელოში ხარ პლუს ოსტრი, ანუ ოსტრი ხო ცხარეს ნიშნავს, ხო? ხოდი ხარჩო. ხარჩო ცხარე იქნებოდა. და მე რა ქალბატონს თხოვეთ, ვინც იყო იქ დიასახლისი. თუ არ შეწუხდებით, ერთი ჯამი ან კვაბი ან კილა მოგვიტანეთ, თბილი ან ცხელი წყლით. არ უკითხია რა თქინდათ. მე გამიჩნდა ეკითხოდა რა თქინდათ. რატო მარტივია ჩანგალი ხორცში, გავრეცხეთ და ისე მივირთვით ის ხორცი, რომ სხვანაირად ვერ შეჭამ, ვერ მირთმევთ. ხო, გააფუჭებდით საჭმელს. არა, თან გვინდოდა, ხშირად მომდო. ანუ ესე ზოგადად ქართულ კერძებს ხო, ბოდიში, კი. არა, უყურეთ რა ხდება. რა თქმა უნდა ახასიათებს ეს სუნელების ასე ვთქვათ თამაში კომბინაცია. იგივე რო აიღოთ მაგალითად იმერული აჯიკა, ხო? ნუ ნიგოზის თემა რა თქმა უნდა, ეს ცალსახა, იმიტომ რომ იმდენ ნიგოს რამდენსაც იყენებენ ქართულ სამზარეში, არც ერთ მსოფლიო სამზარეში არ იყენა. ანუ ნიგოზი ეს არის ასე ვთქვათ
ზუსტად ტრენდი ქართული სამზადნიგზის გამოყენა. სუნელები, სანელებლები, რა თქმა უნდა, მაგრამ სანელებლები სხვა ქვეყნებსაც აქვთ. ხო, ჩინურში ის ხუთეულია ვთქვათ ცნობილი, ხო? ვთქვათ ლიბანში ზაატარი ესეც ნაკრები, ხო? თაიგული სანელებლების. მაგრამ მე გამოვარჩევდი აი ამ არომატული ბალახების სიცოცხლეს, რა, მწვანილების. აი ეს ჭარბი არ არის, ნამდვილად არა, იმიტომ რომ ჩახაფულში რას ეშავს ჭარბი. კი, შეიძლება უამრავი ტარხუნა გაუკეთო და არ იქნება გამართლებული. მაგრამ აი ეს არომატული ბალახების გამოყენება, ისე როგორც ჩვენთან იყენებენ, აი ესე აქტიურად. მე არ მეგულება სხვა ქვეყანა შეიძლება ვწდები. და ასევე აი სეზონური სცენარეების გამოყენება, იგივე ეს ჭინჭარი იქნება, დანდური იქნება, ეკალა და ასე. ეკალა საერთოდ. ეკალა არის აი ეკალა არის ჩემთვის აი ჩემპიონი. ისპანახი და ეკალა. რა ბადრიჯანისკაია რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ჩემპიონი, ეკალა არის ჩემპიონი. და პლუს ამის გარდა ვთქვათ კენკრა, ხო? მაგრამ კენკრასაც იყენებენ ჩვენთან საკმაოდ აქტიურად და ნუ აი ეს ციცილა ისრი მაყვალში მაგალითად რომელიც მაინც ტყემლის გემოზე გადაყავთ. თუმცა ალბათ ეს არომატული ბალახებს, ესე ქვია, aromatic herbs. ანუ მწვანილს ვეძახით ჩვენ უხვად და მართლა ძალიან ბევრს. ეხლა ესპანეთში, ესპანურ სამზადში მაგალითად იყენებენ ორად-ორ, მე ტრადიციულად ვიძახი. არა თანამედროვე სამზადში ფქინცაც იყენებენ. ზომიერად, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს არის ოხრახუში და კამა, მორჩა. სხვა არაფერი. ფრანგები ცოტა შორს წავიდნენ, იქ უკვე ტარხუნა აქვთ, იქ მიახური აქვთ და ასე შემდეგ. ნუ იტალიელებს აქვს ბატონო? ეს იტალიელები. ბაზილიკი და ეს სალბი, ხო, ეს სალვია, რომელსაც ქართულ სამზადში საერთოდ არ იყენებენ, მაგრამ მე ძალიან მომწონს რა, ეს ესეთი ბალახია. აი ხველების სამალი როა, შალფეი, სალვი. ამას ახმობენ, მე აქეთ კამფეტებიც არის. ფანტასტიკური ბალახია და იტალიურ სამზადში, ფრანგულ სამზადში ძალიან აქტიურად იყენებენ. ნუ ახლა იტალიაში ერთ-ერთი სალტიმბოკა ამის გარეშე არ მზადდება, სალვის გარეშე. აი ესპანელების სალვს არ იყენებენ. საერთოდ არ იყენებენ. რა განსხვავება ძირითადი ქართულსა და ესპანურ სამზარეულოს შორის? უზარმაზარი. თუმცა არის მსგავსება აი რაში უყურე ესპანელებს ძალიან უყვართ პარკოსანი. ხო, ჩვენც გვიყვარს. კი ბატონო. გინდა ოსპი, გინდა ლობიო, ერთადერთი საქართველოში არ ვერ მოიკიდა ფეხი მუხუდომ. არა, რატო კი? ტრადიციულად ხო, არა, ეხლა კი, ეხლა ხუმუსი არის მოდაში. გამარჯობა, ხო, მოდაშია და მოდაში კარგად ვიყენებს. არა, ვერ მოიკიდა ტრადიციულ სამზადოში ვერ მოიკიდა ფეხი თუ აქვე არის აზერბაიჯანი, სადაც მუხუდოს ძალიან აქტიურად იყენებენ და თურქეთშიც ძალიან აქტიურად გამოიყენებენ. ნუ ბარდა გვაქვს ასევე ჩვენც. ბარდაც ისე რა. ალბათ ეს აი მწვანილების სიცოცხლე, აი ეს არომატების კორიანტელი, სუნელები, ცალსახად ნიგოზე ეს ცალსახა აბსოლუტურად. აი ეს არის ალბათ ისეთი მახასიათებელი ქართული სამზარეულოს. ძალიან საინტერესო პასუხი იყო, დიდი მადლობა. მადლობა. ადამიანებზე რომ გადავიდეთ, რა განსხვავება არის? ძირითადად რა განსხვავებას ხედავთ ქართულ და ესპანელ ადამიანებს შორის? რა გვახასიათებს? იცით რა, ძირითადად ესპანელებიც არიან ისეთი, აი საკმაოდ ღია ხალხია, ძალიან ყურადღებიანი, ეს მარტივია, ხო, აი ქუჩაში რაღაცა რომ კითხო მაგალითად
აი გადაყვებიან, აგიხსნიან, შეიძლება გაყვნენ, მიგიყვანონ, რამე პრობლემა თუ გაქვს აუცილებლად მოვლენ დასახმარებლად. ეს გამორიცხულია, რომ ეს არ მოხდეს ესპანეთში. ამას ყველა აღნიშნავს. ბევრი ტურისტი და ეს ჩანს, ეს ზედაპირზე. ეხლა მე არ დავასახელებ სხვა ქვეყნებს, სადაც ეს არ ხდება. და მით უმეტეს თუ მშობლიურ ენაზე არ დაელაპარაკე, შეიძლება საერთოდ არ მოგაქციონ ყურადღება. ესეც ფაქტია. არა, ესპანელები ისეთი ძალიან ყურადღებიანი, ძალიან რა ვიცი, გულისხმიერი ხალხია. სტუმარს მოყვარეობა უფრო დაეკარგათ და ეს ოჯახური ღირებულებები ამ გლობალიზაციის გამო უფრო დაკარგულია, იმიტომ მე მახსოვს მამა ჩემის სოფელი 70-იან წლებში მაგალითად სადაც ახლა მთელი სოფელი როგორც ერთი ოჯახი ესე იყო რა. აი ერთმანეთს დახმარება, იქ ხანაში გავიდოდნენ, სულ ეხმარებოდნენ ერთმანეთს რა, სულ. იმიტომ სხვანაირად ძალიან ძნელი იყო იმ პერიოდში. ასე ვთქვათ, გადარჩენა არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყოფა ცხოვრება. და აი სტუმართმოყვარეობა, აი ეს ოჯახური ურთიერთობებიც ისე რა, უკვე იკარგება რა, მე ვატყობ ამას. ეს იკარგება, ხშირ შემთხვევაში დაკარგულია, მაგრამ ამის და მიუხედავად არ არიან რა ბოროტები. ეს ორი სიტყვით რო ვთქვათ, არ არის გაბოროტებული ხალხი რა. საკმაოდ ისეთი ნორმალური ცხოვრების დონე აქვთ, ლაღები არიან, ადეკვატურები არიან, იღიმიან და ასე შემდეგ. ამით ალბათ ქართველებს გვანან, მაგრამ სტუმართმოყვარეობა მოიკოჭრებს ეს. აი მე ვიტყოდი რომ სილაღით უჯობიან. საქართველოში იცით რა, შეიძლება, მაგრამ ესეთი ქვეყანაა რა, ხა საქართველოშიც არცივა, მაგრამ ესპანეთში რბილი, კარგი კლიმატი აქვს, კარგს ჭამენ, კარგს სვავენ, თუმცა აქაც არ ვიკლებთ, არც ერთს, არც მეორეს. ისე სუფრა როგორ არის? მან აი ჩვენ რო ვიცით ხოლმე სუფრა გაშალე ვიქეიფოთ ესპანეთში იციან ეგეთი кейფები? არა. ესეთები არ იციან და ბასკეთში მე მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, მათ შორის ელაი არის ესეთ ფოლკლორული ანსამბლი და მახსოვს ეს იყო 90 წელს. სოსო ჩხაიძე იღებდა ფილმს ბაგრატიონებზე მაშინ. და სამი თვე ვიყავით როგორც მოხეტიელი რაინდები, ასე მანქანებით, საფრანგეთში, ესპანეთში და საფრანგეთში მოგვიწია ბასკეთში გადასვლა. ხო და იმ ბიჭებმა რო გაიგეს და გოგოებმა ელაი რო უნდა გავიაროთ, აუცილებლად უნდა შემოიაროთ ჩვენთან. და 3 დღე ჰქონდათ გაშლილი სუფრა. იმიტომ რომ ჩვენ პირველ დღეს დროზე ვერ მოვედით, მეორე დღესაც გაშალეს სუფრა, მესამე დღესაც გაშალეს სუფრა და მე მეოთხე დღეს რო ჩავედით როგორც იქნა, უფრო ასე ვთქვათ, მცირე მენიუთი, მაგრამ გაშალეს სუფრა. და მაგარის პურვარილი იყო. აქ არიან ნამყოფები, აქ ნახეს რა არის სუფრა და მოსწონთ ეს. ტრადიციულად სიდიაში უნიკალურია რა. უნიკალურია. ძალიან კარგი. შეფ რა არის კერძი, რომელიც მე ვიცი, ბევრი კერძი არის, მაგრამ რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს ან შენთვის სახში ამზადებ, ან აი მარტო რო ხარ მოიმზადებ ხოლმე და არ მახსოვს. არ გახსოვს. როდის ვამზადებდი, ახლა გაგეცინებო. ეხლა რას ვამზადებ ძალიან ხშირად სახში ეს. ეს არის მარტივად წავთევს. ეხლა კონფიში თევზის მომზადება და ორგზება არა, მარტივად მუშურ გლეხურად, ასე ვთქვათ, ტაფაზე სიმინდის ხილში ამოვლებულ თევზს და რომელ თევზს?
ეს არის მერლუთა. ხო კარგად ჟღერს. კი. მერლუთა. ძალიან კარგად ჟღერს მერლუთა. საკმაოდ ისეთი ქალის სახელს გავს. ხო, მერლუთა არის. მერლუთა არ ვიცი რომელი ხო, გაციებული ახალი მერლუთა. ნუ ახლა ზოგადად ესპანეთში ზღვის ნობათი თევზი ზვირიღის. იაფი სიამოვნება არა. ეს არის ხეკი ჩემო. ხეკზე არის თო. გიჟდები. აი, გიჟდები ხეკზე. და საკმაოდ ბიუჯეტურიც არის, ხო? ხო, ბიუჯეტური არის თავისთავად ცხადია, მაგრამ აი გიჟდები ოღონდ ახალ შემწვაზე ოდნავ რომ შეგრილდება ესე. მეორე დღეს უკვე არა. ნუ ისე დიეტური თევზია, მშრალი თევზია, მშრალი რა ნაკლებად ცხიმიანი, დაბალცხიმიანი თევზია და მე ძალიან მომწონს. ძალიან კაი. გიჟდები. შეფ, როგორი არის მასტერშეფში ჟიური რო ხარ? მოდი მაგ თემასაც შევეხოთ. აი, მოვაქვთ შენთან კერძი სინჯაო. ესეთ ამპულაში ტელევიზიაში არ ყოფილხარ, ხო? ადრე. როგორც ეს ჟიურით და რაღაც განსხვავებული გამოცდილება არის, ხო? აი, როგორია შენ? ეს გამოცდილება შენს გაქვს. ეს გამოცდილება მეც მაქვს, მაგრამ შენგან მაინტერესებს. იცი რა, პირველ რიგში მე რაც საკითხიც დავაყენე, ის რომ უნდა ვიყო გულახდილი. აი, რასაც ფიქრობ, ის უნდა ვთქვა. და არანაირი პრობლემა არ მქონია ამ კუთხით, ნამდვილად. ეხლა რამდენი ადამიანია, იმდენი ასევია ბუნებრივია. მაგრამ მინდა გითხრა, რომ აი მასტერშეფის შემთხვევაში ჩვენ არ გქონია აი ესეთი კრიტიკული ვითარება, როცა სრულიად განსხვავებული აზრები არ გქონია. ნამდვილად არ გქონია, როგორც წესი შეფასების დროს აზრი თან როცა უკვე განთესვაზე როა საუბარი, ის ხო სხვანაირად ფასდება, ფიქრებებით, მსჯელობთ და ასე შემდეგ. აი როცა ხდება იქვე ადგილზე რომ დააგემოვნე და იძახი ხდება გარჩევა, ხო? თებს აქ ძალიან მარტივ უნდა იყო გულახდილი, ეთქვა ის, რასაც ფიქრობ. და ესეც უნდა გამოხატო იმ ფორმით, რომ ასე ვთქვათ, ეს ფორმა უნდა იყოს მისაღები. კონკურსანტისთვისაც, ხალხისთვისაც უნდა იყოს მისაღები ფორმა. მე ესე მიმაჩნია. იქ რაღაც აი ამ კერძის გაუპატიურებაო და ჩემთვის ეს მიუღებელია, სულ. აი ესეთ შეფასებები. გეთახვები. და მაინტერესებს რას ურჩევდი ადამიანებს, ვინც მაგალითად შემდეგ სეზონში მოვა და კერძს მოამზადებს. აი რა ძირითადი რა გაითვალისწინონ? ეხლა ბევრი გვიყურებს და აინტერესებს. იცი რა, უნდა მოვიდნენ მომზადებულები. ეს რას ნიშნავს? მე გეტყვი რას ნიშნავს. ანუ თუ აქვთ გადაწყვეტილი მონაწილეობის მიღება ამ კერძზე, ნუ პირველ კერძზე, ხო, რომელიც იცი წარსადგენს, ხო, რითიც უნდა იმუშაო. უნდა იფიქრონ. ანუ იქ არ უნდა მოვიდეს და იქ არ უნდა გააკეთოს ძალიან ბევრი. ეს ხდება ხოლმე, ხო? ძალიან ბევრი, აი რაღაცა აქვს ჩაფიქრებული, მიდის და იქვე ადგილზე ცვლის. იქვე. იმიტომ ან ვერ ასწრებს ან რაღაც არა. კარგად უნდა იფიქრო. ეს არის როგორც სპორტივით არის. კულინარული ზოგადად კონკურსი ნებისმიერი კონკურსისთვის უნდა კარგად მოემზადო. კარგად, თავის ქრონომეტრაჟით, ჩეკლისტით, ამით, იმით და რამოდენიმეჯერ უნდა გააკეთო. იმიტომ რომ დროში ხარ შეზღუდული, პირობებში ხარ შეზღუდული და ასე შემდეგ. ანუ კარგად უნდა მოემზადო. ეს ერთი, მეორე. რა თქმა უნდა, კარგია, როცა შენ ფიქრობ რაღაც ახალი გემოების შექმნაზე და ხაჭაპური კარამელით, ნუ ახლა ჩემთვის როგორ გითხრა, მიუღებელი, გაუგებარია. გადამეტებულია რა. ხო, ნუ გაუგებარია რა. ამიტომ ნუ ცდილობ გააკეთო ესეთი კერძი, ხო? რომელიც შეიძლება შენ შეიძლება იყო დარწმუნებული ამაში, მაგრამ იცი რომ რაღაც
მაინც გარკვეულ პოლემიკას გამოიწვევს. აი მაგალითად ერთ-ერთ იმაზე ჩემს აღმოჩენა იყო ბადრიჯანი და ბანანი. აი ეს კომბინაცია იყო რაღაც არაჩვეულებრივი სასწაული. ანუ მოუხვდა ერთმანეთს? მაგრად ძალიან მოუხვდა ერთმანეთს. რას ურჩევდი მომზადებას. და აი რამდენჯერ უნდა გააკეთოს თქვა რაღაც კერძი დაახლოებით აი დიასახლის შეიძლება 10-ჯერ გააკეთო და მე-11-ჯერ არ გამოგივიდეს ისეთ ვითარებაში მოხდა. დიასახლის რამდენჯერ უნდა ხო აი დიასახლისი არის და უნდა შოუში გამოსვლა მაგალითად სახში მოამზადა ერთხელ აი რამდენჯერ როგორ უნდა ივარჯიშოს დიასახლი ხა როცა ხარ უკვე მოქმედი მზარეული ცოტა სხვანაირად უდგები ხო საქმეს საკითხს უფრო ასე ვთქვათ პროფესიონალურ კითხვით. დიასახლისის შემთხვევაში ძალიან მარტივი უნდა გააკეთოს კაი გემრიელი გერცი მორჩა. აი გემრიელი რასაც ქვია. ხო მაგრამ ეგ საკმარისია მარტო გემო? შენი ძახი პლუს ხო ახლა გაფორმება ვიზუალი, კერძის არქიტექტურა. იცი რა თუ ძალიან გემრიელი, კი იმაზეც უნდა იფიქრო, მაგრამ ნუ ახლა ამ ეტაპზე ალბათ კი, ჩემთვის კი გემო არის გადამწყვეტი. მადლობა შეფ და ბოლო კითხვას დაგისვავ, რას ეტყოდი ქართულ ხალხს? ქართულ მზარეულებს და ქართულ ხალხს. რას ვეტყოდი? ალბათ იმას, რომ სამზარო ეს არის პატარა მოდელი, ხო, რაღაც გუნდის. ძალიან კარგად გვესმის ჩვენ და გუნდური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია სამზარეულოში. თავის პატივისცემით, თავის სუბორდინაციით. ხო, სუბორდინაცია მათ შორის, რა თქმა უნდა. მაგრამ რა არის ის შენი საქმე, მას არ უნდა გადააბარო, მოკლედ უნდა აკეთო შენი საქმე. ხო? და ეს ერზე რომ მოახდინო ასეთ გადაიტანო ეს ალბათ იგივეა. ალბათ იგივეა. ერთმანეთის პატივისცემა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ პატივისცემის გარეშე. და შრომის უნარიანობა რა შრომა. პატივისცემა შრომა და ნუ იქ უკვე კი შეგვიძლია ვთქვათ სიყვარული, იქ ასე ვთქვათ სამშობლოს სიყვარული, ოჯახის სიყვარული, ოჯახის ფასეულობები, ასე შემდეგ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და პასუხისმგებლობა ახსენე. პასუხისმგებლობა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამზარეულოში. ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია. იცი რა, მე მგონი ყველაფერი არის აგებული მაინც პატივისცემაზე რა. აი მტრებიც კი ერთმანეთს უნდა სცემდნენ პატივს. შეიძლება ვერით არ უყვარდეთ ერთმანეთს, მაგრამ პატივისცემა მაინც უნდა კონდეთ რა. ერთმანეთში პატივისცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა. არაფრის. გავიდეთ დასასრულისკენ. დიდი მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი. მადლობა შენ მოწვევისთვის. გაფასებ. მადლობა მსმენელს და მაყურებელს რომ გვიყურებდა. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში და აუცილებლად გააზიარეთ ეს ვიდეო რომ ბევრმა ადამიანმა იხილოს. მადლობა. დიდი მადლობა. კარგად იყავით.